საღამომშვიდობისა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ბაია ამაშუკელი. მოგესალმებით ქალბატონ ბაია, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. საგამოძიებო კომისიამ, სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი საქმეთა შემსწავლელმა კომისიამ დაიბარა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოსმენისთვის, თუმცა ხაზარაძემ დაწერა პოსტი Facebook გვერდზე, სადაც უარს აცხადებს კატეგორიულად ამ ცირკში მონაწილეობაზე, ასე დაწერა და შედეგად კომისიაზე დადგა საკითხი, რომ უკვე მიმართონ პროკურატურას, ვინაიდან იქ სისხლის სამართლის ერთ-ერთი მუხლის თანახმად ამ შემთხვევაში უკვე პასუხისგებლობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. ერთი სიტყვით შესაძლოა ხაზარაძემ ამ ვარის გამო უკვე სისხლის სამართლის პასუხისგებლობის ქვეშ მიეცეს და აგრეთვე თელმა რიგმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა ესეთი სოლიდარობა გამოუცხადეს მათ და გვარამია გამოჩნდა, მანამდე ელისაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ისინიც არაპირებენ ამ კომისიაში მონაწილეობას, კომისიის ხდომებში მონაწილეობას. თქვენ როგორ შეაფასებთ ქალბატონ ბაია იმ ფაქტს, რომ ერთი კონკრეტული ბიზნესმენი, ეს ლეონიძე, რომელიც ფლობდა ამ ბენზინგასამართ სადგურების ქსელს და სააკაშვილის დროს წაერთვა ეს ბიზნესი, ის აცხადებდა, რომ ამაში გარეული იყო მამუკა ხაზარაძეც. დაიბარეს ხაზარაძე და არ მიდის არცხადება ამ კომისიის ხდომაზე. უნდა შეეხოს თუ არა კანონი ამ შემთხვევაში მას და აღიზრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე. სავარაუდოდ ჯერ მადლობა მინდა მოგიხადოთ მოწვევისთვის და მე ხა სავარაუდოდ კანონი ყველას უნდა შეეხოს და მით უმეტეს როცა ცნობილია რომ ისე ბანკის მეშვეობით, ისევე როგორც პატა ბურჯულაძის ფონდის იავანანას მეშვეობით თეთრდებოდა ის ფულები, რაც ქართველი ხალხის ქონებიდან იყო წაგლეჟილი და მითვისებული, რასაკვირველია უნდა დაიბარონ და ხა თუ ძალიან გაჯიუს და არსებობს ალბათ მექანიზმები რაღაცა, რაც უკვე ბადრაგის წესით თუ როგორც საჭიროა, ხა არ ვიცი. აი 359 მუხლია სისხლის სამართლის კოდექსის ახლა ვნახე. ამ მუხლში წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. ეს ბევრჯერ გამოცხადდა. მაგრამ ეს პოზიცია აქვს ესეთი, რომ იგივე ელისაშვილსაც აქვს რაღაცა ისინი ჩონჩხები როგორც იტყვიან იმ შეწყალების კომისიის იმაში რო იყო და დანარჩენებსაც გვარამიაზე აღარ ვიძახი მე უკვე და აქედან გამომდინარე გადასარევი პოზიცია ეს რომ არ მივალ. არ მივალ. ელისაშვილის პირობითი მსჯავრი აქვს როგორც მახსოვს ეს ალიბაბაევის ფიზიკური შეურაცხყოფის თვის და კიდე წინ არის მისი საქმე და არ არის გამორიცხული ამ თუ დაუმტკიცდა მასაც მოუწიოს კიდე დაუმტკიცდება თუ კარგად ჩაიძიებენ და მე დღეს ახლა ავტოკეფალიის დღე გვაქვს ჩვენ და მინდა მიულოცოს ყველას ეს 102 წელი იმხელა ის არის ჩვენი ეკლესიის დამსახურება, თუმცა ის მეცხრე ადგილი რაც გვიჭირავს ჩვენ უფრო წინ უნდა ვიყოთ, ამიტომ იყო რომ იმ კრებაზე არ წავიდა ჩვენი ეკლესია, იმიტომ რომ პატრიარქმა გააპროტესტა ეს და სამართლიანად სავსებით ხო და დანარჩენი ხამ კომისიასთან დაკავშირებით მე ვიტყოდი რომ აი კულტურული მემკვიდრეობის შესახებაც მინდა ვისაუბრო ცოტა დღეს და განათლებაზეც რომ იქაც საჭირო ესეთი გამოძიების ჩატარება, იმიტომ რომ მე როცა მაშინ ოპოზიციაში ვიყავი და წერდი გამოძიებები მქონდა, მაშინ ზუსტად იქ კულტურული მემკვიდრეობის თემას ვეხებოდი, ეს პერიოდია როდესაც დავით ლორთქიფანიძე განაგებდა იქაურობას 5 მუზეუმი რო გაუერთიანეს და მაშინ იყო რომ აი მოძრაობაში ჩემთან წერდნენ მე მუზეუმის თანამშრომლები რომ აი ჩვენ უნივერსიტეტში რო სწავლობდით ყველამ ვიცოდით რომ აი იყო რა ქვია ალაფი ჩამოტანილი შახის ალაფი ხალიჩები ნუმიზმატორი მონეტები ძველი რაღაცები ჩვენი ოღონდ ვინაიდან ალაფი იყო ეს საექსპოზიციოდ არ გამოქონდათ მაგრამ ყველამ ვიცოდით რომ არის და აი მომწერეს მე იქენა რომ აი ეს გახსოვთ მაშინ ბათუმში გემები რომ იყო დატვირთული იწერებოდა კიდევაც და დაიზრა რომ ეს ყველაფერი გაიზიდა აღმოსავლეთში არა დასავლეთში და იქ იყო ყოლხური მონეტების და ასე შემდეგ გარდა ამისა
პირველად მე გავაჟღერე ეს ინფორმაცია ბატონი ალიკო ცინცაძისგან გავიგერო ისა რა ქვია ის იკვლევდა იმისი ქართული ენის კალენდრის სიზუსტეს და მითხრესო რომ აიო მუზეუმშიო არისო ჯანაშიას მუზეუმი რომელიც იყო ადრე ყელსაბამი კუ სხვა შორის დავით ლორთქფაინძის მამა ბატონი ოთარი მე მასწავლი და არაჩვეულებრივი არქეოლოგი იყო და მისი ვანის გათხრების დროს იქნა ეს მოძიებული მე-5 საუკუნის ჩვენ წელთაღრიცხვამდე ყელსაბამი მოცვარული ტექნიკით ნუ კუ დროის სიმბოლოა და ბატონი ალიკო რომ მივიდა ის ახვლედიანების გორაზე იყო ნაპოვი ვანში ბატონი ალიკო რომ მივიდა ნუ ის 94 წილ ხო ესეა რომ რა ქვია ზოსიმეს მიხედვით ხსნიდა ამას და დახვდა 94 ელემენტის ნაცვლად მოკლედ 12-13 ელემენტი აკლდა ამ ყელსაბამ კუს და მინდა აღვნიშნო რომ ეს არის ეგვიპტის ფარაონების ოქროზე ძველი და ხარისხით უკეთესი და ნუ პირველი რაც უთხრეს რომ დაგვეჭყლიტაო იქ დაჭყლეტვის შემთხვევაში ესე იგი ან უნდა დააждენ ზედრო დაიჭყლიტოს და თუ დაიჭყლიტათ მე რომ მკითხო თუ ყველა კრიმინალები იყვნენ და დასაკავებლები რას ქვია დაგეჭყლიტა მერე წავიდა ეს ადამიანის სახში ჩამოუტანა ბატონი ოთარის წიგნი და დაუთვალა ამდენი იყო ხო ჯერ უთხრეს და თვითონვე თავიანთ ვებგვერდზე ეწერა მახსოვს მე რომ აი ბატონმა პროფესორმა ალიკო ცინცაძემ ყელსაბამი კუს 12 ელემენტის თუ 13-ის დანაკლისი აღმოაჩინეს იქ ბატონ ალიკოს ეს რო არ აღმოეჩინა კაცი ვერ გაიგებდა ამას და ამის პარალელურად ჩამოსული იყვნენ და ჩამოყვანილი ყავდა ამ დავით ლორთქიფაინძეს მისი ბერძენი რესტავრატორები რომლებმაც ჩამოიტანეს ოქროს ნობის ისეთი ტექნოლოგია და ჩვენ კიდე სპექტრული ანალიზი დღესაც არ აქვს მე მგონი რომელიც დაადგენს ზუსტად იმ ოქროს იმას დამღას და იმას რომ კაცი ვერ გაიგებდა რატო იყო აუცილებელი იმათი ჩამოყვანა ხო ქართველებსაც ჩვენ ძალიან მსგავსი გვაქვს ხო ბერძნებს ბიზანტიელებს ეს ქართული და იქაური ოქრომჭედლობა და ხა ქართველს რო გაეკეთებინა ნუ დიდი შანსია გაეჟონა ინფორმაციას ხო და ამიტომ და ნუ იმის გარდა გახსოვთ თქვენ როდესაც ბუში რო ჩამოვიდა პარლამენტში რო გადაზიდეს მთელი ნახატები და გამოფენა მე იმ რა ქვია სახელმწიფო მუზეუმიდანაც წერდნენ თანამშრომლები რომ სურათებზე შესვლილია ისა რა ქვია გადაწერეს ანუ კატალოგის შეცვალეს ჩარჩოებს ცვლიანო ნუ ეხა გუდიაშვილი რა ქვია კაკაბაძე აი ესეთ სურათები რა და მე ვიძახთი რომ კომუნისტების დროინდელი კატალოგის მიხედვით შევადაროთ მეთქი ხო იმიტომ რომ დაუშვათ ეხა რაც უკვე ამოგდებულია იმ ნუმერაციას ვეღარ მიყვებოდი იმას მე მახსოვს აი მარინა მიზანდარი იყო მაშინ კულტურული მემკვიდრეობის იმაში მინისტრის მოადგილე და მას ვთხოვე უბრალოდ მამაჩემის ლაზარეს იმითი შევიტანე განცხადება რომ ვინმე ორი კაცი კომისიაში შეგუშევეშვით ფონდში რომ გვენახა რა არის და რა არ არის ნუ რასაკვირველია მეც მინდოდა შესვლა ეხა იმიტომ რომ მეც ვერ ყვევი ამ სფეროში და ნუ მე ოფიციალური წერილი მოვიდა პოსტით მამას სახელზე რომ კომისია შედგა და ყველაფერი წესრიგშია და არაფერი არ არის დანაკლისი ხა რაღა უნდა მექნა ხო მეტი ხა ხო და ამიტომ ეს სფეროც მე რომ მკითხოთ გამოსაძიებელია იმიტომ რომ ძალიან დიდი შესაძლოა ყოფილიყო მართლაც ესეც კარგი შესაძლოა კი არა ნამდვილად იყო ესე ხო, ნუ კიცები. მე გაზეთში დავწერე ამაზე და ნუ გამცეს პასუხი ვითომ რომ ქალბატონი ბაი არასწორად, ხო ტყილს ამბობსო ვერ დაწერეს, მაგრამ ნუ არასწორ ინფორმაციას ავრცელებს და არ იყოს არასწორ. თანამშრომლების მიერ იყო, რომელთაც რასაკვირველია ხმამაღლა და გამოჩენა არ უნდა აი მოქროს დაჭყლეტასთან დაკავშირებით რომ ამბობთ, ხლა თავად თუ ეს დაჭყლეტა მოხდა, დანაშაულია რა თქმა უნდა. ეს თუ საგანძურია, შესაბამისად უნდა იყოს დაცული და ასეთი ფაქტი არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ თვითონ აი მანტიკურ ოქროს თავის შემადგენლობით ახლა ეს არის ეგრეთ წოდებული ჩირვონ ზოლატა. ხო, იქ სპილენძის რაოდენობა შესაძლოა უფრო ნაკლები ყოფილიყო, ან თეთრი ოქროს რაოდენობა ის შედარებით რბილია ვიდრე სხვა სინჯის თანამედროვე ოქროები. მაგრამ თავად პრეცედენტი რომ მოხდა და იქ თვალი დააკლდა და ამდენი იყო თავიდანვეო.
და რომ მოუტანა და გადაუშალა წიგნი და დაუთვალა, აი მე უთხრეს რომ დაიჭრილიტო ხა. ექსპონატი ასეთი მე-15 საუკუნის ჩვენ წელთაღრიცხვამდე რომ გიდევს ვიტრინაში უნდა იდოს, ხო? აი რამ უნდა დაჭრილიტოს ის გეკითხებით თუ რაღაცა ფიზიკურად ვიღაცამ რაღაცით არის მოსაქნა, ხო? ხო, ეს რა თქმა უნდა შესწავლა საჭიროებს. მე რომ მკითხო, ესეც გამოსაძიებელი და შესასწავლია და ნუ ცალკე ხა, ნუ ზოგადად განათლება ყველაზე მტკივნეული თემა რაც არის ჩვენი ხა, ნუ არის ლაპარაკი ვითომ რომ აი რაღაცა კომისია იქნება და რაღაცები შესწორდება. ჯერჯერობით მე რასაც ვადევნებ თვალს განათლების სამინისტროში იგივე შემადგენლობაა და იმდენივე ნაციონალები არიან ყველგან, სადაც იყვნენ და ეხა თავიანთ გაფუჭებულ საქმეს ეგენ როგორ გამოასწორებენ, რატო გამოასწორებენ, ხო? და საერთოდ ანეკდოტიც იყო, ვიდრე ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდში კაი კომისია, როდესაც იქმნებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ საქმე უნდა გაჯანჯლებულიყო. ანუ ეს კომისიის უფრო ხისტად და უფრო მალევე არის მოსაგვარებელი რაღაც საკითხები მე სრულიად გეთანხმებით იმაში რომ ბევრი რამ არის შესაძლებელი გნებავთ განათლების სისტემაში უფრო ქმედითი ზომებია მისაღები რომ მალე განათლებული თაობა არის აყვავებული ქვეყნის წინაპირობა ხო და დღეს რასაც უყურებთ ჩვენ აქ ლაპარაკი ზედმეტია ხა დღეს სოციალურ ქსელში გადავაწყდი ვიღაცა წერდა ბატონი მისი რა ქვია მერაბერიძის ის იყო რა მინისტრის მოადგილე იყო ჩვენ ერთად თანამშრომლობდით რა ქვია განათლების ის რო იყო აქციებზეც იმაზეც ამაზეც და იქ ლაპარაკობს რომ ის რაც ჩვენ გაგვიკეთეს ამ ბოლონიის პროცესით ნუ ფაქტიურად ჰაჩისონი მაშინ ის იყო ექსპერტი იყო იქ და მეც მიხსენები ეს ჰაჩისონი რომელსაც თქვენო ძიებ მეცნიერება არ შეგწევთ უნარიო ეს ქირურგია და ქირურგებით იურისტები და ადვოკატები ჩვენ მოგამარაგებთ და პრაქტიკულად ესე დღეში ვართ რომ იმან თქვა რომ თქვენო დაწყებითი საშუალო სკოლა მხოლოდ წერა კითხვა უნდა იცოდოთ ის ალბათ ინგლისურად იმიტომ რომ ქართულადაც ვეღარ წერენ და კითხულობენ ფაქტია სკოლის დონიდან, საბავშვო ბაღის დონიდან უნდა დაიწყოს მორალის, ზნეობის, ეთიკის შესწავლა, იმიტომ რომ აი ამ კომუნისტური იმას რო აგინებენ, ხო, იქ ზნეობას გასწავლიდან, იქ სკოლაში ანდაზებს რო გეუბნებოდნენ, რომ რა ქვია, აკლემის და ნემსის ქურდია უკვე ეს ბავშვი იზრდებოდა, რომ ის სახელმწიფო მოხელი იქნებოდა, მე პედაგოგი იქნებოდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო, რომ იმან იცოდა, რომ ეს არ შეიძლება. ყველანაირად გაწვდიდნენ წიგნებით, ლიტერატურით გაწვდიდნენ, ეგ მეთოდოლოგიაა შესაძლებელი და საერთოდ პედაგოგიური ინსტიტუტი აღარ არსებობს. ის გაცვლითი პროგრამებიც რაც ვითომ ინერგება, ხო? ეს არის მიზნობრივი, იმიტომ რომ ის ვინც გთავაზობს შენ ამ პროგრამით მიწვევას იქ ჩასული ბავშვი ძალიან ხშირად აზროვნება შეცვლილი, სულ სხვა როგორც აი აქ ტრენინგებს რო ატარებდნენ, ხო? აი ეს მენტალურად ეს პრინციპია მანდ. ჩვენ თუ არ ვიცი კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ ისრაელის განათლების ხსნის კომისიის მაგვარი აქ არ შეიქმნა, მაგრამ ვინ იმუშავებს იმ კომისიაში, ეგ არის მთავარი. როგორ შეიძლება უმაღლესში, ხო, ბავშვის საგნები ემთხვეოდეს ერთმანეთს. პირველ რიგში ისტორიას უნდა სწავლობდნენ საქართველოსი, ეთიკა უნდა შევიდეს უმაღლეს სასწავლებლებში, ლოგიკა არა აქვთ, არაფერი არ იციან, ის შუშის თვალებით გიყურებენ, ელაპარაკები და ვერ ხვდები რა. სამწუხარო რეალობაა კი. სკოლაში, ყველა სკოლაში ერთიანად უნდა იყოს ერთი სასწავლო პროგრამა. გამორიცხულია რომ ერთ სკოლას ერთი ჰქონდეს თავის სახელმძღვანელო მეორეს ესე როგორ შეიძლება და მე ყველა აბარებს და ერთნაირი იმითი ხო რაღაცა უნდა მოხდეს არ შეიძლება რომ კატასტროფულ მდგომარეობაში დაიღუპება ეს ქვეყანა თან ნებართვა აქვთ მიცემული აი სწორედ განათლების სისტემაში იყო ეს დანერგილი ბოლო პერიოდში რომ კერძო სკოლები თქვა საჯარო სახელმწიფო სკოლები არჩევით შეუძლიათ განსაზღვრონ რაღაც საათები, ანუ კონკრეტული საგნის. ეს რამდენად სწორია, მართლაც არასწორია. ის ადამიანები ხომ მიდიან უმაღლეს სასწავლებელში, ხო, გამოცდას ხომ აბარებენ, აი, ახლა ის ლექტორიც რომ გამომცდელი, მაგრამ ახლა თვითონ სისტემ სტილით შეცვლილია, ანუ აბარებენ ამ ტესტებს, ძირითადად რაღაც ნაკადი მიდის საზღვარგარეთ, მართლაც ჩამოდის იქიდან ზნე შეცვლილი. ხო და ეს როდამდე უნდა გაგრძელდეს ასე თუ ქვეყანას ჭირდება წესრიგი პედაგოგსაც ხო სათანადო დიპლომირებული ის უნდა კონდეს და მე თუ მკითხავთ უნდა რაღაცა ლიმიტირებული რაოდენობა უნდა იყოს
რა ქვია, დიპლომების და ასევე იმ რაოდენობა სამუშაო ადგილების, სადაც მე ეს დიპლომიანები როგორც ადრე იყო, იმიტომ რომ ძალიან არაპოპულარულ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ ყველა ადამიანმა დიპლომი არ უნდა აიღოს. ეხლა სტალინი სულელი არ იყო, რომ ბაქანზე გლეხს პასპორტით არ უშვებდა, რომ მიწაც არ უნდა მოცილებული იყო, იმიტომ რომ არავის აღარ უნდა სოფელში მუშაობა, მიწის დამუშავება, დოვლათის მოყვანა. ყველა გამორბის დიპლომის ასაღებად, მაგრამ ის დიპლომი არ არის დამერწმუნეთ, როგორც ესენი იღებენ. არ შეიძლება პედაგოგის ინტერესზე მეტი იყოს სტუდენტის ინტერესი. აი მე რომ მკითხოთ პედაგოგს სულ ერთია სკოლის უმაღლესის პარლამენტარის დონის თუ არა იმაზე რაკლები ხელფასი არ უნდა გქონდეს. და როგორც ექიმიც და პედაგოგიც ასევე არის მოწოდება, ხო? ყველა პედაგოგი ვერ იქნება. და არც უნდა იყოს. იმიტომ რომ ფული აკეთო და სადღაც იმუშაო, ამიტომ ერთი საგაკ დამთავრებული და მე უცბად რაღაცა საგნის სწავლებას იწყებ, ეს არ შეიძლება. ძალიან სერიოზული ისა გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით წიგნიერი სიტყვა, რატო გვაქვს, ხო, რომ წიგნისთან დაკავშირებული იყო ჩვენიერი ყოველთვის. სულ ვიყავით აი ყველა იმაში ცენტრები საგამართლებლო რაც გქონდა, ხო, იმაში შუამთაში, რა ქვია, ბაგრატში, ყველგან აბსოლუტურად ეს იყო ეკლესიასთან გელაში დაკავშირებული არ იყო ჩვენთან განათლებისთვის, არც კოცონზე წვავდნენ არავის, განსხვავებით კათოლიკური სამყაროსგან და არც პირიქით. ხელს უწყობდნენ და სამონასტრო ცენტრები იყო სხვადასხვა იმებში, მონასტრებში და ჩვენი ბერები წერდნენ, ავრცელებდნენ და გადადიოდა ესე მთელია ჩვენი განათლება და არ ვიცი, იცით უკვე სერიოზულად დგას ეს საკითხი ძალიან და რატო ჭიანურდება ეს ამბავი, ძალიან ბევრი პრობლემაა, ვიცი ქვეყანაში ძალიან უჭირს ეხლა ამ წუთა სახელმწიფოს აი ამ შემოსევების და შემოტევების ფონზე, მაგრამ მაინც ეს ისეთ საკითხია, რომ არ უნდა გადაიღოს დიდხანს. და ნუ საკადრო დეფიციტიც არის ამასთან. კვალიფიციური კადრების საჭიროება. ხო, ყველა გაყრილია და ისევ ნაციონალები მუშაობენ, ისევ ეგენი არიან და კიდე ეგენი არიან უკმაყოფილოები და მერე დარბიან იმ აქციებზე. მაგაშია საქმე. ნუ ასე პოლიტიკურ საკითხებს რომ მიუბრუნდეთ, აი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაწერა თავის სოციალურ გვერდზე, რომ ეს ეველინ ფარკასი, ქალბატონი, რომელიც არის მაკეინის ინსტიტუტის დირექტორი, პირდაპირ ციტატები არის იმ მოლაპარაკებების პროცესის, როდესაც საქართველოს სთხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. და აი ციტატა საქართველოს დღეს ნაკლები საფრთხის ქვეშა რუსეთისგან პუტინი ვერ იგებს უკრაინაში მას არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ჟურნალისტი ეკითხება დარწმუნებული ხართ არის აღქმა რომ რუსეთს მაინც აქვს რესურსი პრობლემები გაზარდოს საქართველოში და ეს ფარკასი პასუხობს მე რაო ანუ იმათ ჩვენ ბედს არც არა. ხო, აი ბედი არაწუხებდა და ამაშია საქმე. სწორედ ამაზე მიუთითებს ახლა ეს პარლამენტის თავმჯდომარე, მაკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ექს-პრეზიდენტ ზურაბიშვილის ამჟამინდელი დამქირავებელი ეველინ ფარკასი, პაპუაშვილი წერს, ალბათ თავადაც ვერ მიხვდა, რომ ამ ერთი წაცდენილი ფრაზით ყველაზე ზუსტად აღწერა ომის მხარდამჭერი ამერიკული და ევროპული პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება ქართველი ხალხის და მისი უსაფრთხოების მიმართ. ეს თავიდანვე ნათელი იყო და მე უკვე იმ რეკომენდაციებით, იმ მითითებებით, რაც უკვე 30 წელი ეგენი ჩვენ გვიგზავნიან და გვიწესებენ, ხო, აქედანაც უკვე ცხადსახად ჩანს ყველაფერი, როგორ გიყურებენ ზემოდან, აი როგორც რაღაცა, აი როგორც იმ ხაჩისონმა თქვა, რომ თქვენო თეთრი ზანგები ხართო. აი დაახლოებით ამ აბორიგენი ვიღაცა ველური ხალხი, რომელსაც კი რაღაცა კულტურა, რაღაცა საჭმელი აქვს, კარგი კერძები, რაღაც, აი ამ დონეზე და რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მაგაზე უზნეო, უნამუსო და ნამუსგარეცხილი ადამიანი, მე მგონი მეორე არ დადის ამ ქვეყანაზე. იცით რომ ეს ქალი ხა ის ბოდიში მოუხდია როგორც გავიგე ამ ბოთლების როლის გამო საფეხბურთო მატჩს გულს. ხო, ნუ ეს ეთყობა მარკაროვა ბებიას წინაპრებს იქ მას უქნა რა ქვია პარიზში თავის სანათესაოს და ხო, ნუ იქ მერე ახსნილიც იყო ახლა აი სპორტს ვინც იხილავს ესეთი სააგენტოები, საიტები. ნუ სომხურ ენაზე იყო წინადადებები ნათქვამი, რაც ქართველ გულშემატკივრებს არასწორად ესმოდათ, გავდა ძალიან რაღაც ქართულ გინებას და ამიტომ იყო იქ რეაქცია, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში
აქაც მცდელობა იყო რომ ბუზიდან სპილო გაეხადათ, რაღაც ფაქტი მოხდა, არასასიამოვნო პროვოკაციას უფრო გავდა. მაგრამ ამ ქალბატონმა, თუ შეიძლება ქალბატონი ეწოდოს. კი, გაამწვავა. ყურია გაამწვავა ერთია და მე ბოდიში მაგას მოსახდელი ჯერ ქართველ ხალხთან აქვს. იმ წინაპრების ნოე ჟორდანიასთან გაზიდული ქონების, საქართველოს ქონების გამო, იმის გამო ვის გვერდზეც ეგ დგას და ზოგადად რა დამოკიდებულება და რა განცხადებებსაც აკეთებს. ქართველ ხალხს მოუხადოს ჯერ ბოდიში. ხო, იმ განზეულიდან მაშინ ის მენშევიკები იქ პრინციპში გაყიდეს იქ უამრავი ექსპონატი და თავს ირჩენდნენ რაღაც პერიოდი. ზუსტად მაგითო წაიღეს და რა ხმა გამოსაღები მაგას რამეზე? და 6 მეთაყაიშვილი იყო უბრალოდ პატიოსანი კაცი, რომელმაც პატიოსნად რაც შეეძლო მიხედა ამ განს, მაგრამ ეს განძი ვინც ჩამოვიტანა, ყველაზე დიდი დამსახურება არის სტალინის დამსახურება, დიახ, ვინაიდან მან დეგოლის პირადად დეგოლთან მოაგვარა და მოითხოვა რომ აუცილებლად ეს განძი უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში. მე მივაქციე ყურადღება ქალბატონ ბაია თქვენ გადაცემის დაწყებისას ავტოკეფალიის საკითხიც ახსენეთ, შეეხეთ ამას, დღეს არის კი ბატონო ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავენ ჯვრისთაყვანისცემის კვირა არის ამ დიდ მარხვაში და მეუფეშიოს ქადაგებაც იყო პატრიარქის ლოცვა კურთხევაც გადმოსცა მრევლს და იყო აღწერილი ის ისტორიული საკითხები ამ ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ცნობილია რომ მე-5 საუკუნეში ჩვენ მოვიპოვეთ ანტიოქიისგან ავტოკეფალია, თუმცა მაშინ ახლა ვახტანგ გორგასლის დროს პირველ წყაროები ასე მარტივი შესანახი არ იყო ფიზიკურად, ახლა თუ იყო რაიმე გრაგნილი ან გუჯარი არ შემორჩა, მაგრამ ისტორიოგრაფიამ ზედმიწევნით ზუსტად სწორად შემოინახა ეს ყოველივე და შესაბამისად ამიტომაც ფიქსირდება ეს ფაქტი, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ავტოკეფალია სწორედ ანტიოქიისგან. ანტიოქიის პირველი იერარქს თავის ტიტულატურაში დღემდე აქვს, რომ ის არის პატრიარქი სრულიად კავკასიისა. ჩადებული. იქ ადრეც მისაუბრია სხვა გადაცემებში, მაგრამ ეს ისეთი მცირედი დეტალია, თუმცა მინდა აქვე აღვნიშნო, ახსენები იყო მეუფეშიოს ქადაგებაში ამის შემდგომ უკვე ჩვენი პატრიარქის დიდი ღვაწლი, როდესაც მოხდა 1990 წელს დიმიტრიოს პირველისგან აემ ტომოსის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მხრიდან დასტური მიიღება, პრინციპში ის იყო არა ბოძება, არამედ დასტური სწორედ იმ ანტიოქიისგან მოპოვებული ავტოკეფალიის, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ხშირად ვინც არ არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში, ამას ურევენ. თავად კონსტანტინოპოლის ამჟამინდელ პატრიარქს აქვს ნათქვამი, რომ მთელ რიგ ეკლესიებს მან უბოძა ავტოკეფალია. ერთ-ერთი ინტერვიუერი, რომელიც გლობალისტური არხებიდან იყო საქართველოდან, არც კი შეუსწორა ამ კონსტანტინოპოლის პატრიარქს. ახლა მე რო ყოფილიყავი, მე კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეუსწორებდი ამას. კი მან უბოძა ეგ სერბეთის ეკლესიას, ბულგარეთის ეკლესიას ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც დიმიტრიოსმა გადმოსცა ილია მეორეს, მისი დიდი დაჟინებით, ილია მეორეს დაჟინებით, მან საშვილთაშვილო საქმე გაუკეთა. ის ფაქტურად აღადგინა ის რაც ეკუთვნოდა. ის იყო აღდგენილი, კი, ბოძებული არ იყო. და იქ უბრალოდ ამ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თქვა, რომ აი მე ვუბოძე მთელ რიგ ეკლესიებს ავტოკეფალია და ბარემ რადგან სტალინი ვახსენეთ, აქაც მე მგონი კარგი იქნებოდა რომ ყოფილიყო რა თქმა უნდა აღნიშნული 1953 წელს რომ არა სტალინის დამსახურება, აი თქვენ ასევე შეეხეთ დიპტიქის საკითხს, რომ საქართველოს ეკლესია უფრო წინ უნდა იყოს. თუნდაც იგივე როგორც რუსეთის ეკლესია, მაგრამ იქ საეკლესიო კანონიკასაც აქვს იურიდიულთან მიახლოვებული ფორმულირებები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკლესია ბევრად ძველია ვიდრე რუსეთის ეკლესია, მთელი რიგი პოლიტიკური გარემოებების და გამო აღმოჩნდა ისე, რომ რუსეთის ეკლესიაა წინ და მერე საქართველოსი. ასევე შეიძლება ითქვას იგივე კონსტანტინოპოლზეც, რომელიც დიპტიქში არის პირველი, მაგრამ კონსტანტინოპოლის ეკლესია არ იყო როგორც ასეთი პირველი. იერუსალიმის ეკლესია იყო, სადაც ქრისტე აწამეს.
მაგრამ ახლა ის მომდევნოა ხო ბევრი ნიუანსია ისეთი რაც გასვლის ის მაგ ნანახი მედროშა ძველი ძალიან სადაც ორთავიანი არწივია პალეოლოგთა იმ ბიზანტიის გამოსახული აი მე რუსეთთან მიმართებაში გამახსენდა ახლა ეს კი ხო და მე ადრე მქონდა სხვათა შორის საარქივო ორი გვერდი რომელიც მაშინ ჯერ კიდე 1953 წელს მაშინდელმა რუსეთის მოსკოვის მიტროპოლიტმა სერგიმ წარგზავნა ანტონი რომანოვსკი ეს იყო სტავროპოლისა და პიატიგორსკის მიტროპოლიტი და ის ორგვერდიან წერილში სერგის სცემს პასუხს ასევე სტალინსაც ალბათ როგორც ჩანს იქ რუსულად უწერია რომ დიდი სამბით შეერიგდნენ როგორც სესტრინსკაია ცერკაფი ან პირდაპირ თარგმნით და ეკლესია მაგრამ რა ვიცი ქართულად ხო ანუ სესტრინსკაია ცერკაფი ნიშნავს რომ ძალიან ახლო ეკლესიები და ერთად ვიგალობეთ კიდევაცო და რუსულად წერს რომ დაჟე პელიო მრავალჟამიერ აი რუსულად წერს პირდაპირ ეს მიტროპოლიტი ანტონი და ეს და Facebook-ზე რომ დავდე ეს არქივო ორი ну ასლი იყო ორიგინალის უბრალოდ აი რა ვიცი ამბობენ რომ კინწურაშვილი განაგებს ამ Facebook-ს თუ განაგებდა ზუსტად ეხაც კარგად ანუ წარმოიდგინეთ რომ ცენტრალური არქივის რუსეთის დედანი დოკუმენტის სკანი ანუ სკანირებული დავდე ეს დოკუმენტი თვითონ აი ამ მიტროპოლიტ ანტონის სტენოგრამა რაც მოხდა თბილისში სიონის ტაძარში აი ამ შერიგებასთან დაკავშირებით და Facebook-მა აიღო და გააუქმა ასე შვებიან რაც არ ასეთი საოცრება არ გამიგია ანუ ისტორიული დოკუმენტი გააუქმა ну რა უყოთ ну ყოველ შემთხვევაში აი ამის თქმა მინდოდა რომ სტალინმა ძალიან დიდი საქმე გაუკეთა მაშინ საქართველოს ეკლესიას ჩვენ გვახსოვს რომ როდესაც ახალმოსტილეებმა ну ასე იყო მაშინ კალენდრის თემაც იყო იქ ბოლშევიკებიც ცდილობდნენ თავისი ეს კალენდრის ახალ სტილს შეერთებოდნენ მე საქართველოსიც გამოცხადდა ეს მე გაიყინა ეს საკითხი და 1917 წლიდან როდესაც სამმხრივად იქნა საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცხადებული ავტოკეფალია ასე ეწოდებოდა ცალმხრივად ვინაიდან მაშინ ჩვენ ვითვლებოდით როგორც რუსეთის ეკლესიის ქვეშევრდომობაში მყოფი იმიტომ რომ ნომინალური მიტროპოლიტები და ეგზარქოსები იყვნენ აი ამ საეკლესიო კანონიკას დიდი მნიშვნელობა აქვს მე მინდა უბრალოდ რომ ტელემაყურებელმა იცოდეს ეს დეტალები თორემ განსაჯომ თვითონ არ არის პრობლემა და სტალინმა ამით გააკეთა ძალიან დიდი საქმე ეს არ გაუკეთებია მაგალითად უკრაინის ეკლესიისთვის ან მოლდოვის ეკლესიისთვის რომელიც ახლა იქ დავა აქვთ ბესარაბიის ეპარქია ჩამოყალიბდა უნდათ რომ რუმინეთის ეკლესიასთან გაწევრიანდნენ ისევ ავტოკეფალური ეკლესია საქართველოს ჩვენ პატარა ქვეყანას იქ ერთ-ერთი მსოფლიო საეკლესიო კრების თანახმად მინიშნებულია რომ საეკლესიო საზღვრები უნდა შეესაბამებოდეს სახელმწიფო საზღვრებს ну ეს ზოგადი განმარტებაა იქ თუმცა ჩვენი საეკლესიო საზღვრები უფრო ვრცელია ვიდრე ჩვენი სახელმწიფო საზღვრები. ბევრი საინტერესო დეტალია უბრალოდ ამაზე. ხრუშჩოვის გამოსვლა მაქვს მოსმენილი დოკუმენტური ახლა მე ვეღარ პოულობ უკვე ტყობეგეც გააქრეს სადაც ლაპარაკობს რომ სტალინმა გადაუხია ლენინურ კურსო ტაძრების ნგრევისო და 25000 ეკლესია აღდგენილი თავისი მმართველობის დროს და ისიც რომ აი ჩვენ აი მონარქიაზე რომ დაიწყო აქ საუბარი ჩვენ დავითის პარადიგმაზე ანუ ნებითა უფლისათა გვეკუთვნის და ევროპას და იმათ რა ქვია საულის პარადიგმით ანუ არჩევითი სახელი მითი აქვს ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგრამ აი ეს ყველაფერი ირგვლივ ეხა როგორ თქვა რომ აი დღეს თან მარხვა არის თან ის არის რომ რაღაცა თითქოს აი ყველა მხრიდან ჭინკების შემოსევა არის და იციან ეს ახლა და თქვენ ალბათ გეცოდინება წაკითხული ჭინკები აქტიურდებიან ნიკოლაევისა დურნოვო იყო ეგეთი დაწერა წიგნი ისა პამენიკი გრუზინსკის ცირკვე არის საჯაროში მაქვს ეს წაკითხული სხვა თითქმის ყველა ეგზემპლარი გამხრალი 1907 წელს
გამოიცა, როდესაც ქართველები მივიდნენ იმპერატორთან და უთხრეს, რომ აიო, რას გვერჩიო ჩვენო შენ სამსახურში ვართო იქ ბაგრატიონი ესო ისო და რატო გვერჩიო. და ეს კაცი გამოუშვა, იყო საშინელი ანტიქართველი ქსენოფობიური წადი გაარკვი ერთი რა და როგორ არისო. და შედიოდა ეკლესიებში, არქივებში იქ იძიებდა. და იმის საფუძველზე გააკეთა ჩანაწერები მერე დაუმეგობრდა ქართველებს და ერთ-ერთი ჩანაწერი აქვს ასეთი აღწერილი, რომ აი ეს რა ქვია, ერთ-ერთი ომის მერე ალაფი ჩამოიტანეს და თამარს მიართვეს, ორი უშველებელი მარგალიტი იყო და ერთ-ერთი იმხელა იყო, რომ ნუ დაარქვეს იმას ობოლა. და ეხა ცნობილი ფაქტია, რომ თამარი კარგავდა, მაშვებოდა და მერე ურიგებდნენ გლახაკებს, ხო ყიდნენ იმას და იმის ფულს და ნუ ქალი იყო მაინც ეხა კი მეფე იყო ყველაფერი, მაგრამ რა საწავიღოთო ესო და ესო ჩემს სარტყელში ჩაამაგრეთო. და რომ გავიდა ერთი კვირა და მოიკითხა, რომ როგორ არიანის გლახაკებიო და დიდო მეფეო ესე იყო და ვერ ქონდა შემოურტყავს თავში ხელი, რომ ნუ ეთყობა რომ მაინც რაღაცა მაცდონა და ამოუგლეჯია ეს და ეს ამასო მხოლოდ ღვთისმშობლის დიადემა იმსახურებსო და ჩასვა და ეს დურნოვო აღწერს რომ აი ერთ-ერთმა ეგზარხოსმა ეს როგორ თხრიდნენ ამ ქართული ხატებიდან და იმიდან და უბეებში ილაგებდნენ აი ამ მარგალიტის ამოღების ფაქტსაც აღწერს და ისიც საკითხული მაქვს მე როცა ტროცკის დაავარეს ვითომ იმის შესავსებად ექსპროპრიაციას რო აწყობდნენ სიწმინდეების როგორ ეს გაზიდული მთელი ეს სიწმინდეები საქართველოსთან 12 ოღელი თვალმარგალიტი გაიტანეს ხო მარტო კახეთიდან და მე იმის ბალტიის ზღვით როგორ მიქონდა და ერთ-ერთი მუზეუმის იმაში აღწერილია როგორ იყიდებოდა ეს ყველაფერი ხო და ეს ფაქტი არც ისტორიაშია ნახსენები და არც ისტორიის წიგნში თამართან დაკავშირებით ახლა ეს ახალგაზრდებმა ხო უნდა იცოდნენ ახლა მე ჩემს სტუდენტებს მოუყევი მაგალითად ეს არავინ არ იცოდა ხო და რა ვიცი ახლა მე ვფიქრობ რომ თუ განათლების სისტემაში რაღაცა ერთიანი ხაზი იდეოლოგიური არ დადგა მეტყველება პედაგოგებმა მეტყველება თუ არ ისწავლეს იმიტომ რომ ის პედაგოგი ისეთ ბავშვს უშვებს მერე რომ მერე ის ბავშვი ჟურნალისტებმა ლაპარაკი არ იციან საერთოდ და ქართულად ვერ მეტყველებენ აი როდემდე შეიძლება ჩვენ აი ამ გარემოში ვიყოთ კაცო გავიგეთ რომ რა ქვია ვართ ევროპის ნაწილი უბრალოდ ევროპაა ჩვენი ნაწილი მე რომ მკითხოთ ხო ყველანაირად დასტურდება ეს და ხა როდემდე შეიძლება რომ ჩვენი ენა ესე უპატივცემულოდ ვილწოთ და გავაჯეროთ ამ რაღაცა ბარბარიზმებით რომელიც ისედაც უკვე ამდენი ქონდა მაგრამ უბედურება იცით რა არის რომ ეს პოლიტიკოსებიც და ეს პარლამენტარებიც ხო უკვე იმდენად ამ ტექნოკრატიული ენით მიეჩვიან საუბარს და ამ ენაში რაღაცა დასქრინე და ესქენი რომ უკვე გონიათ რომ ამ სიტყვების გარეშე შეიძლება არც იციან არც მათ არ ვიცი მე ერთადერთი ვისაც აი გამართული ქართულით აი მართლა მსიამოვნებს რო უსმენ საუბრობს ეს არის თეატრი ლუგიანი სულ აღნიშნავ ამას დანარჩენების მეტყოლებაზე რა მოგახსენოთ ის არ არის ქართული ვერ გაიგებ ცოტა ჩართულია ცოტა ინგლისურია ცოტა თურქულია ცოტა ქართულია ცოტა რუსულია და საბოლოო ჯამში რა გვჭება ჩვენ სად არის ჩვენი ენა ენა არ არის ერი აღარ არის აი ამ განათლებასთან ერთად აუცილებლად უნდა მიგრაციის საკითხიც იყოს დღის წესრიგში დაყენებული იმიტომ რომ თუ ირანში რამე მოხდა და დაიძრენ ისინი აქ ჩამოვიდნენ აგერ თქვენთან 1 საათი მოვდიოდი ისეთი ამბავი იყო ხო აგერ იცით ისედაც და ჩვენ საწავიდეთ იმათ ყველას კი ბატონო კარგიაო პარტნიორობა ყველაფერი მაგრამ უცხორო ჩამოდის უცხო ტომი იმას თავისი ზნეჩვეულება თავისი ტრადიცია მოაქვს რაც ევროპაში რატო არის რომ შეწუხდნენ ამ მიგრანტებით ხო იმათმა თავიანთი ყველაფერი შეიტანეს იქ და უმკვიდრებენ და ჩვენ ცოტანი ვართ ფიზიკურად ადგილი აღარ არის უკვე თბილისში აღარ არის ჩვენი ადგილი სად წავიდეთ ეს საფიქრელია დემოგრაფიას უნდა მივხედოთ კარგია ნარკოპოლიტიკა ყველაფერი მაგრამ აი კომპლექსურად უნდა რაღაცაერთ არ ვიცი ხა მე ვინ გაწუდება ამას და როდის და როგორ მაგრამ ნუ სავდღეში ვართ რა და მისახედია ეს ყველა თეირანიზაცია ერთგვარი თუნდაც აი მშენებლობის საკითხებს რომ აკვირდები ხო ჩემთანაც უბანში მე ისნის რაიონში ვცხოვრობ ავლაბარში აი სწორედ სადაც არალეგალური სტამბა მუზეუმი ავლაბრის ისტორიული ტიპოგრაფია იმ ტერიტორიაზე და განაშენიანებას რო უყურებ ახლა რო ვადარებ ჩემი ბავშვობის წლებს ახლანდელ მდგომარეობას ენით აუღწერელი ჩარევა არის ანუ იკაფება ხეებიც კი აი ცოცხალი ხეები რომლებიც
წითელ წიგნში ეს პლატანი ცნობილია როგორც ჭადარზე უფრო დიდრონი ხე. მე მაგალითად ბელგრადში მაქვს მაპატიეც ნოვისადში მაქვს ნანახი. საპატრიარქო რეზიდენცია იყო იქ სერბეთის პატრიარქის და აბრა ქონდა გაკეთებული რომ არ შეეხოთ 800 წლის არისო. სახელმწიფო იცავს. და ორი ასეთი არამიანცის ტერიტორიაზე მოიჭრა, ახლა იქ დიდი მშენებლობა მიმდინარეობს. იანვარი იყო, როდესაც მიადგნენ და ვბელავთო. მეთქი რა ვბელავთ პირდაპირ ვარჯების ძირში გადაჭრეს, ანუ დატოვეს ერთი ეს ეგრეთ წოდებული ბოძი. და მერე ძირში წაიჭრეს. ყველა ჩაბედიან ახლა სპეციალისტები გერმანიიდან იქიდან ხო რაღაცა ფარისებრის ძალიან დიდი ის არის პრობლემები უკვე ახალგაზრდებში. ხო და ისინი სულ აღნიშნავენ რომ საშინელი ის არის ეკოს გარემო ქალაქში. მანქანები ერთი და ადრე იყო ხელოვნურად განაშენიანებული ნაძვნარი რაღაცები თაწმინდა პრინციპში ხელოვნურად იყო ბაგები მთელი ბაგებია ნაძვი აღარ არის ძირითადად იმ დიოქსიდმა ანუ მერე დაიდო დასკვნა რომ ვითომ ეს დაავადდა ეს ნაძვები მაგრამ კი არ დაავადდა მაშინ ბეღურები ჭიკჭიკებდნენ თბილისში და ეს ბეღურებიც არ არიან ჭიანჭველები დადიოდნენ ჭიანჭველებიც არ ჩანდნენ აი ეს დიოქსიდმა რაც ამ მანქანები ძველი მანქანები ეს ყველაფერი ისახება ამდენი корпуსი ვისთვის შენდება ჩვენ არა ვართ იმ მასშტაბის ახლა მოსკოვში არის ხო კიტაისკი კვარტალი ამის დაახლოებით ეგრეა ჩვენთან რომ მთელი სოლოლაკი ირანელები არიან იქით თურქები არიან იქით არაბები ნუ ქართველის ადგილი აღარ არის საქართველოში ხო ეს მიგრაციული პროცესის პრობლემაა და აუცილებლად მისახედია რაღაცა ფორმა უკვე ტრამპმა უკვე აგრძალა გრინ კარტის გაცემაც ის შეამცირა დაფინანსება ემიგრანტებს და ყველაფერი და სად ამერიკა და სად ჩვენ ხო ან სად რუსეთი და სად ჩვენ და ნუ ძალიან შემცარა ვინმე თუ ფიქრობს რომ რუსეთს იმის ძალა არ შესწევს დღეს რომ რამე რო იყოს ჩვენს გადმოგწდეს ერთ იმას დააჭერენ ღილაკს და გადმოუშვებენ და ნუ ეხა თუ კიდე ვერ მიხვდა ამას ევროპა უბრალოდ ისინი ვერც მიხვდნენ და ვერც მიხვდებიან კიდე დიდხანს ახლა თქვენ საუბრობდით და მაგალითები მოიყვანეთ და ბორელიც გამახსენდა რომ იქ ყველგან ჯუნგლებიაო ჩვენს გულისხმობთ ჩვენთან 60-ეაო ხო ჩვენ ვართ ჯუნგლების მაცხოვრებლები ხო აი ეს ქედმაღლობა აი რუსულად კარგად ითარგმნება ნადმენნასტი ხო აი ეს ქედმაღლობა ესეთი ხელოვნური რა რომ ჩვენ მართლაც ვართ თეთრი ზანგები ну იცით რა მაგათმაც არიციან ისტორია თორე არაფერი საქედმაღლო რომ მე რო დაუვიждე მარტო და დაულაგო თავიანთი განვითარების ის როგორ ქონდა და როგორ დარბოდნენ და ვინ იყვნენ და რა იყვნენ და რომელი ტომებიდან იყვნენ ეგ არის საკმაო ხალხს თუ მწვანე თვალები ქონდა კუდიანად ითვლებოდა და ეგზეკუცია ის ხდებოდა კოცონზე ეს იმეთი ვიკინგები ეს ისინი რა ქვია ეგ ტომები იყო ხო რომ დარბოდნენ იმაში აქეთ იქ და ნუ ბალტიისპირეთს კიდე თავის გაჭირებია, იმიტომ რომ იმდენ სიძახიან რომ გელი-მგელიო რომ ბოლოს პუტინს უნდა დაპყრობა, რომ ბოლოს მართლა დაიპყრობს მას ბალტიისპირეთს. და ამიტომ ეს რა ქვია, კაია კალასი მას 40 მილიონს ითხოვდა და ნუ სასაცილოდ მე 5 მილიონზე ჩამოვიდა და მილიარდზე უფრო სწორად და მანდაც ნოვარი მიიღო. სასაცილოდ არ იყო იქ ქვეყნებს უკვე ისეთი ის იყო და ნუ მართლა არ ვიცი ხა როდემდე შეიძლება რომ ან ეს უკრაინის დროშები უკრაინა ყველა აღიარებს უკვე რომ უკრაინა აღებს ომს იმდენად აგებს რომ მოლაპარაკებაზე არის დაწყებული და აი მე კადრები მაქვს ნანახი სადაც ზელენსკი მუხლებზე დავდგებიო იძახდა პუტინს დაუდგები ოღონდ თუ მშვიდობა იყოსო ეს დაავიწყდა მე ეთყობა რომ ამბიცია მაგრამ სხვა შორის აი ის ბაიდენის და იმ ლიბერალების რა ქვია გლობალისტურმა ამერიკამ ძალიან კარგად გამოიყენა უკრაინელების ფაშისტებისადმი ლოიალობა ხო იგივე ბენდერას და პეტურას ისინი ხო აი ამაზე ითამაშეს და ზუსტად წამოაგეს და მე უკვე როცა თანამდებობაზე დაждდა მე უკვე გაუტყვა და ფულის მოუნდა და ამბიციას და ყველაფერი ხო კი ამერიკელებმა გააღვივეს ეს იქა ეს ნაციონალისტური მაგრამ ევროპაც არ აკლებდა იმიტომ რომ ევროპასაც ჭირდებოდა მაგრამ ფაქტიურად ევროპა დაძირეს ამით ამერიკელებმა ისევე როგორც იმ მიგრაციის პოლიტიკით რომელიც აიძულეს რომ მიეღოთ ის ხალხი ვის ვალშიც თვითონ იყვნენ პირველ რიგში ხო აი ევროპასთან დაკავშირებით ახლა კიდე ახალი ინფორმაცია ну პრინციპში დილიდან არის ეს ინფორმაცია წუხელიქ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალ ჩინოსნებს აი JD Vance Walls და ასე შემდეგ ჰქონდათ ეს შიდა დახურული ეგრეთ წოდებული ჩატი ანუ მიმოწერა
და იქ ჟურნალისტიც მიიწვიეს, მე ახლა მიდის ამ ჟურნალისტის წინააღმდეგ, რომ ისიც ვთქვათ არ უნდა მოხვედრილიყო იქ და ამ ჟურნალისტის მეშვეობით გაჟონა იმ ინფორმაციამ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აი მისი ტრამპის ადმინისტრაციის წრიდან ამბობს, რომ ეს ევროპელები მოკლედ სასწაულია არ მოწონს რა, პირდაპირ ამბობს, რომ საერთოდ რა ვიცი, ეს ევროპელები საუბრობენ იმაზე, რომ ახლა შექმნენ ცალკე ევროპის ძალები, არაფრის უნარი არ შესწევთ და სწორედ ამაზე ჰქონდათ ამათ ლაპარაკი ამ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. ზულთ პირდაპირ არ მალავენ, რომ ამ ევროპელების მიმართ აქვთ ესეთი რაღაცნაირი დამოკიდებულება ანტაგონისტური და რაც შეეხება ამ ევროპულ ჯარებს, ბრიტანეთში ჩატარდა გამოკითხვა და ბრიტანელების ძირითადად მამაკაცების 48% ემხრობა ასეთი ძალების შექმნას, ამ გაერთიანებული ევროპული ძალების, სადაც ბრიტანეთიც იქნება მონაწილე, მაგრამ 28% წინააღმდეგია კატეგორიული. ნუ ხვდებიან და ატყობენ, რომ ტრამპი და მისი ხალხი, მისი ადმინისტრაცია ძირეულად ეწინააღმდეგება აი მათ აი მენტალურ მიდგომას, რომ მათ დღესაც გონიათ, რომ გაიმარჯვებენ უკრაინაში. ნუ ხა ეს ან ძალიან ბრიყვი უნდა იყო, ან აბსოლუტურად პოლიტიკურად. ამის თქმა მინდა, რომ არიან თან ვერთან ხვდებიან იქ ფინანსებზე, თან პრივატულ საუბრებში, ხა სიარტოს და ორბანს რო უსმინოთ, ყველა ცალკე აღებული ეს მინისტრები პირდაპირ ნუ აღიარებენ, რომ ომი წააგეს. მაგრამ ერთიანობაში არ უნდათ ამის აღიარება. ნუ ახლა რეალობა ეგრეა და ახლა სხვა ეხლა ჟურნალისტ რაც შეეხება გზაში ვსაუბრობდი ზუსტად როგორი გადაფასება მოხდა ღირებულების იმ ძველი ამერიკის რაც მოგწონდა ხო ჯაზი იგივე გავიხსენეთ ის რომაული არდადეგები და ის გრიგორი პეკის გმირი ჟურნალისტი და აი დღევანდელი ჟურნალისტის მაგალითი რო შევადაროთ ხო ჟურნალისტმა რომელმაც ასეთი კომპრომატები მოიპოვა ხო თქვათ პრინცესაზე და რაინდულად აძლევს მას ეხლა დღევანდელი ჟურნალისტი ან ეხლა რაც ყავს ჩვენ რას იზამდა ხო წარმოგიდგენიეთ და აი ის ამერიკა იყო რაც მოწონდა ჩვენ იგივე საბჭოთა სივრცის ვინც ვიყავით მაშინ საზოგადოებას ხო ის რაღაცა ვაშკაცობა იგივე იმ წყინვალე შვიდეული სუ ისეთი ის იყო რაღაცა და ეხლა ეგერ რა ქვია მე მახსოვს ეს BLM-ის ის რო იყო მთელი ამბავი ატეხილი აფიშები გამოუშვეს ანა კარენინა იყო შავკანიანი იქ რა ქვია მარკ ტვენს მასაკნეს აგრძალეს ტომ სოიერი იმიტომ რომ იქ ზანგი ბიჭი ფიგურირებდა გეკრიბერი ფინთან და ასე შემდეგ. ნუ რაც ოლიმპიადაზე გააკეთეს საფრანგეთში ხო საერთოდ რეკულმინაცია კრეხელობა იყო საერთოდ. ხო და ეხლა თუ არ გვინდა ჩვენ და პირველ რიგში ხელისუფლებას არ უნდა უნდოდეს ხო რომ გადაგვარდეს საერთოდ თაობა და გადაგვარდეს საქართველოს მომავალი იმიტომ რომ თუ რაღაცა აი კარგი გაგებით ლაგამი არ ამოედო ამ ყველაფერს და სწორი მიმართულებით არ მიუშვი რომ ესქენი ნუ ცოტა შეიძლება სადღაც ცენზურაც იყოს საჭირო იმიტომ რომ არ შეიძლება აუშვა და ყველაფრის უფლება მიცე გინდა ახალგაზრდას და გინდა დაუშვათ პედაგოგს წიგნების აკრედიტაცია სწორად გასაკეთებელი ქართველოლოგიური საგნები ის ავტორიზებული წიგნები უნდა გადამოწუნდეს თავიდან ბოლომდე რას სწავლობენ ეს ბავშვები რას სწავლობენ, იმიტომ რომ წიგნებში უწერიათ აი რომ მიადგებენ ერეკლე მეფეზე. ხო თქო და ორი სიტყვა წერია და დანარჩენი მოიძიეთ ინტერნეტში. ესე შეიძლება ბავშვენი ისტორია ასწავლო? მე ვიღებ შედეგად იმას რომ გამოვა ვიღაცა ბერძენიშვილი მე მას სხვა სახელს ვერ უწოდებ და მე ერეკლეზე ილაპარაკებს იმას რაც ილაპარაკა და ვიღაცა ტაშ დაუკრავს. კი ბატონო. და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს ეს ანტონიო კოსტა რომ მტკიცედ მუშაობთ გაფართოების საკითხზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან, უკრაინასა და მოლდოვასთან. ან წარმოიდგინეთ დაქცეულ უკრაინასთან მუშაობენ რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს გაფართოება ევროკავშირის როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ცალკე აღებულ არც ერთ ქვეყანას უნგრეთი კატეგორიული წინააღმდეგია სანამ კარპატებში არ მოგვარდება ხო წინააღმდეგი წავადა რა მაგის პასუხი ტრამპმა კატეგორიულად გამოაცხადა რომ უკრაინა ნატოში არ შევაო და ხო როგორ წარმოუდგენიათ ამათ რომ გადაახტებიან იმათ თავზე აი ძალიან მაინტერესებს როცა იმათ თხოვენ დახმარებას და რაღაცა იმის ქვეშ გავლენას ხო
მის ქოლგის ქვეშ მოაქცია. როგორ ფიქრობენ ახლა? თუ ეს უბრალოდ სალაპარაკო თემად როგორც რომ მე აქ აიტაცონ და ამათ მე იყვირონ და იჭყინო მე რომ აი აქაც ხო იმედი აქვთ. ბოლომდე იმედი აქვთ რომ რაღაცით მოიგებენ ბოლოს და რის იმედი აქვთ არ ვიცი. სერბეთშიც რასაც ვაკვირდები ახლა რაც ხდება იქ ნუ ეს გამოსვლები იყო დიდი გამოსვლები ყველაფერი დაიწყო იმით რომ იქ ნოვისაჩი სადგური ჩამოინგრა არასწორად იყო იქ დაპროექტებული საყრდენი კედლებიდან წამოიღო ეს მასა და იხოცა ძალიან ბევრი ადამიანი 15-ზე მეტი პირი და ერთ-ერთი რომელიც მძიმედ იმყოფებოდა ის სულ რამდენიმე დღის წინ ასევე გარდაიცვალა და ეს იყო კატალიზატორი იმ აქციების მერე გადადგა ეს პრემიერ-მინისტრი მაგრამ სერბეთი აწუხებთ მათ ევროპელებს იმ თვალსაზრისით რომ თან უნდათ ეს ამხელა ტერიტორია და ესეთი კარგი ხარისხიანი მიწის მქონე ქვეყანა ანუ საწარმოებიც ბევრი იყო ჯერ კიდე იუგოსლავიის დროს ასევე ხალხი დაპურებული იყო ანუ ცხოვრების ხარისხი მაღალი იყო იუგოსლავია ერთ-ერთი აღმოსავლეთ გერმანიაზეც კი ანუ აი GDR რაც იყო აღმოსავლეთ ბლოკში აი იმ გერმანიაზე უფრო მეტად მაღალი ცხოვრების ხარისხი იყო ტიტოს დროს და ხლა ისინიც აცნობიერებენ თავიანთ შეცდომებს როგორ მოხდა ირიბულად მხარდაჭერა მაშინ კლინტონის დროს ნატოს მიერ სერბეთის დაბომბვის დაბომბეს კი და იქ აღდგომაზე და გენშერიც თავის სიჩუმით და პრინციპში ესეთი ჩუმით ანხმობით იყო ფაქტორია იმ შევარდნაძის მაკაცი გენშერზეა საუბარი მე იქ სხვათა შორის თავის დროზე ვესაუბრე ჯერ კიდე იოშკა ფიშერის თარჯიმანს ველაპარაკია საგარეო საქმეთა მინისტრის გერმანიაში და ბევრი ან თვითონ ადგილზეც იყო იმ შეცდომებზე ლაპარაკი რაც თავად ევროპას ჰქონდა იქ მთელი კოალიცია იყო ნატოს ჯარების ჩართული სერბეთი ძალიან მძიმედ ბელგრადი იბომბებოდა 2500 ადამიანი ამოწყდა მშვიდობიანი მოქალაქე ეხლა იმედია ტელემაყურებელი ჩვენ გვისმენს ჯეროვნად მე ამას არ ვიგონებ ეს არის ყველაფერი ღია წყაროებში მათ შორის იქ 61 ბავშვიც მოკვდა დაიხოცა უბრალოდ ამ დაბომბვის შედეგად ჩემი თვალით მაქვს ნანახი იქ ხიდი ნოვისაჩი რომელიც დღემდე ჩანგრეულია და არ აღდგენენ ქუჩებში ახლაც არის წარწერები რომ ნატო არ გვინდა გადახაზულია ცენტრში შეხვდებით ასევე წარწერებს რომ Ratko Mladić naš heroj, სერბულ ენაზე წერია, Ratko Mladić ჩვენი გმირია, ну იქ მთელი ეპოპეია იყო, ახლა მას დასავლეთი ეძახდა სერბ ყასაბს, ვინაიდან იქ იყო ეს მუსულმანების, ანუ ადგილობრივი მუსლიმების გაწყვეტის თემები, ამ აწყეს როგორც გენოციდს აბრალებდნენ მილოშევიჩს, რაც საბოლოო ჯამში ვერ დაუდასტურეს და ისე აღესრულა ის ციხეში რომ საბოლოო ჯამში ეს ბრალდება ანუ არ დაუდასტურეს და ანუ ყოველ შემთხვევაში ევროკავშირს უნდა სერბეთი გააწევრიანოს თავის რიგებში მხოლოდ და მხოლოდ ესეთი მერკანტილური თვალსაზრისით რომ ეგეცა თუ მგონია რუსეთის პოზიციების მოაგრების ფონზე Ну, ხო, ან რუსეთს და სერბეთს ისტორიული მეგობრობა აკავშირებს ძალიან დიდი ხნის ხალხის დონეზეც კი. მაგ დაბომბვა და ყველაფერი, რომ იმაშინაც აი ამ ორ პოლის შორის მიდიოდა დაპირისპირება და ნუ. ხო, ნუ პრიმაკოვი მიფრინავდა შტატებში მოლაპარაკებებზე და შუა ატლანტიკის თავზე გამოატრიალა თვითმფრინავი. შოკში იყვნენ ამერიკელები. არ ეგონათ. ანუ როგორც ერთი რიგითი დიპლომატიის არ იყო საკმაოდ ისეთი წონიანი ფიგურა იყო მაშინ ეს იყო ადამიანურ დონეზე საკმაოდ დიდი ვაჟკაცობა რაც მაშინ იელცინის პირობებში რომელიც პრინციპში აი ნასვამი ცეკვავდა და ბარბაცებდა და კლინტონი დასცინოდა რამის ტაშს უკრავდა ისე ჩაბჟირდა ერთხელ კლინტონი ისე იცინა მის მოძრაობებზე რაც სურდათ იმას აკეთებინებდნენ და პრიმაკოვმა გამოიჩინა სიმტკიცე ეს იყო პრინციპში სილის გაწნა ჯერ ამერიკელების მხრიდან რუსეთისადმი, რადგან რუსეთი ვერ ჩაერია და არ ქონდა იმდენი შესაძლებლობები და შემდეგ უკვე პრიმაკოვმა ამ თავის აქციელით ამერიკელებს უთხრა რომ მასე აღარ გამოვა.
და აი სერბეთს ახსოვს ძალიან კარგად ის ტკივილი, რაც განიცადა ნატოს დაბომბების შედეგად. ეს იყო ყოველად დაუშვებელი აგრესია სუვერენულ ქვეყანაზე. ის მერე რაც მილოშევიჩს აბრალებდნენ და ფუთავდნენ, როგორც ახლა ჩვენს მიმართ ცდილობენ არაერთი ესეთი პოლიტიკური მოტივით შეფუთონ, აი სწორედ ასე იყო სერბეთის მიმართ შეფუთული და სერბებს ეს ახსოვთ, ამიტომ არ უნდათ კატეგორიულად არავითარი ნატო და გამოკითხვების თანახმად ახლა იძულებულები არიან ისინი არის ეკონომიკური პრობლემები, გადადიან სერბებიც სამუშაოდ სხვა ქვეყნებში იქ ადგილზე მე ახლა მაგალითად რო ვესაუბრე სტუდენტებს, ჩვენ მივდივართ ხან ავსტრიაში გადავდივართ, ხან გერმანიაში, რომ ოჯახები ელემენტარულად ჩვენი მშობლების კისერზე არ ვიყოთ ჩამოკიდებულები. ასე რომ ბალკანეთი არ არის მარტივი საკითხი. ევროკავშირში შესვლის პერსპექტივის მქონე ქვეყნები ფაქტიურად იცლება. ასე იგი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ახალგაზრდები არ არის ბალტიისპირეთის. იმის გამო რომ აი ამ ეკონომიკური სანქციების გამო გაზის პრობლემა შეექმნათ მას საწარმოებს ქარხნებს და იმას ფაქტიურად უშახელი გაძვირდა, პროდუქტები გაუძვირდა და იცლება ხო და ნუ ეხა არ ამგონია აი ამ ტრამპ რუსეთის მოლაპარაკების ფონზე რომ აი კიდე მოხდეს ნატოს ევროკავშირის და ნატოს წევრები იმის გაფართოება ეს ცოტა სათუოა და იმიტომ რომ ეს შერჩევითი სიბრალულიც ზეგი არ ეცოდებათ არა ვიღაცაზე შეუულიათ გენოციდი გამოაცხადონ და ბავშვების ხოცვის და იმის გამო ჩამოკიდონ და ჩამოაღწიონ და მეორე წუთში რაც სირიაში ხდება რაც იგივე სერბეთში მოხდა ან რაც იგივე ტროცკის თემა დაატრიალეს მიაქცეთ ყურადღება რომ ჩვენთან კაციშვილი ხმას არ იღებდა ამაზე ან თუნდაც მაშინ რა ხდებოდა სერბეთში ნატოს მიერ ბელგრადის დაბომბვის დროს ან ახლა სირიაში ხო ერთადერთი რეაქცია იყო აი ამ უკრაინის საკითხზე ვინაიდან მთელი ეს გლობალისტური სასაცები მომართული იყვნენ აქეთკენ აი ეს ეველინ ფარკასი თუ მაკეინის დირექტორი ესენი თანხას ამაში ხარჯავდნენ ეს სინქრონში რო იყო გამოკიდებული ეს უკრაინული ხორუგვები მაგიტომ ხდებოდა ეს რომ პარალელურად ხდებოდა აი ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი ხელების გადაგრიხვა. დათო, ეხლა რადგან შევეხეთ ამ გლობალისტური პაპუაშვილი ხომ არ იგონებს ამას ყველაფერს, რაც დაწერა ხომ სისტემატიზირებული იყო ყველაფერი ფუნქციონალური. შევეხეთ აი ამ ჩვენსკენ წამოსულ ჩვენ ფაქტიურად უკრაინას დაუჭირეთ მხარი უფრო იმიტომ რომ ჩვენი ტერიტორიებიც ოკუპირებულად ითვლება, ხო და ესეც არის, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ოკუპაცია არსებობს, მორალური, ზნეობრივი, იდეოლოგიური, ხო? იყოს. რა ქვია? ხო, არ შეიძლება ესე რომ ძალიან კარგია და უდიდესი მადლობელია სულ ყველა რომ ჩვენ ამდენი წელი მშვიდობა გვაქვს და ომი არ გვაქვს, მაგრამ თუ დეგრადირდა იდეოლოგიურად ახალგაზრდობა, აბსოლუტური გამოშტერებულები გახდნენ, ესე იგი, შუშის თვალებით გიყურებენ, რომ ელაპარაკები არ ესმით, არც გაუგიათ ესეთ რაღაცას ეკითხები, რომ რაღაც ზღაპრიდან ჩამოტანილი გონიათ. აი, ეხა ეს როგორ შეიძლება? ძალიან კარგია ეს მშვიდობა, რასაკვირველია, მაგრამ თუ საერთოდ აღარ დავსჭი და გამოვლენჩდი და გამოშტერდი და ვეღარ ვიაზროვნე, ხო? მერე უკვე ის მშვიდობაც აღარ მომინდება მე თორე ეს არის უდიდესი რაც ჩვენ შეიძლება ასე ვთქვათ ღმერთს მადლობა უთხრა და ხელისუფლებასაც რომ ამ პირობებში ვიცხოვრეთ ამდენი ხანი მაგრამ რაღაცა ოპერატიული ესენია გასაკეთებელი იმედია ჩემი რჩევა სწორით კუთხით იქნება გაგებული და ისე არ მიიღებს ვინმე როგორც ოპოზიციურ იმას კი ბატონო და ასევე საინტერესოა ეს მოლაპარაკებები რომელიც რიადში გაიმართა ამერიკულ მხარეს და რუსეთსა და უკრაინის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკებები იქ პესკოვი გამოვიდა კრემლის პრესდივანი თქვა რომ არ იქნება აფიშირებული ის მოლაპარაკებების პროტოკოლები რის თაობაზეც იყო საუბარი და მე ასევე შეგახსენებთ რომ იქ მონაწილეობდა FSB-ს დირექტორის მოადგილე და ასევე სენატორი კარასინი რომელიც საკმაოდ გამოცდილია ასეთ კონფლიქტების საკითხებში და კარასინს ჟურნალისტებმა რომ მკითხეს პრინციპში ესეთი
დიდი ტევადი, რაც არაერთი საათი გაგრძელდა ეს მოლაპარაკებები, მაგრამ კითხვები რა თქმა უნდა იყო, უბრალოდ საკითხები, რაზეც ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ძირითად ასპექტში ბევრი საინტერესო გახდა ამერიკელებისთვისო და ასევე ჩვენთვისაც, ანუ პოზიციების დაახლოებაზე ეგ საუბარი. მე ამერიკელებმაც თქვეს, რომ ძალიან ახლოსაა უკვე თქვათ ეს მშვიდობის დამყარებასთან ერთი იმდენი რო ცეცხლი შეწყდეს უახლოვდებიან ამ პროცესს. ისე ვიტყოდი რომ თუ გახსოვთ ტრამპის წინა საპრეზიდენტო კამპანიის დროს უკვე ბოლო დღეებში მან თქვა რომ როგორც კი გახდებოდა პრეზიდენტი და ოვალურ კაბინეტში შევიდოდა 24 საათში ომი დასრულდებოდა. მე თქვა რომ 100 დღეში მოვაგვარებო, 100 დღეც გავიდა. ანუ ყველაფერი მიდის მარჯვნივ. ანუ გადმოიწია ის არის, ვერ ხერხდება. ახლა ამბობს რომ აღდგომისკენო. 20 აპრილს აღდგომაა, წელს კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთი თარიღი დაემთხვა, ანუ კალენდრით და ამიტომ ესეც შესაძლოა სათუო იყოს, იმიტომ რომ ზელენსკი ყველანაირად ცდილობს რომ ამერიკელების ეს მისია და ეს სურვილი ტრამპის ადმინისტრაციის არ განხორციელდეს. ყველაფერს აკეთებს. ბუნებრივია, იმიტომ რომ თუ ომი შეწყდა, მაგას სულ ცოტა ფეხებით ჩამოკიდება ეკუთვნის, ისევე როგორც იგივე ისრაელის პრემიერსაც არ აწყობს იქ ომის შეწყდა და ისევ მიდის იქ პროცესები. და ამიტომ ძალიან რთულ პირობებში ვართ ახლა იქ. ახლა არჩევენ ასევე იმას რომ თურქეთშიც აირია სიტუაცია, ხო და რაც შეეხება იმას ამერიკის გენერალურ პროკურორმა მოლოტოვის კოქტეილის სროლას მიცა იმისით შიდა ტერორიზმის და ვანდალიზმის შეფასება და ახლა ქალბატონი სალომე რო აპირებს 31-ში თურმე რაღაც ახალი მთავრობა უნდა წარადგინოს. და ქალი რომელიც მოუწოდებდა ახალგაზრდებს რომ კარგია ეს რაც გააკეთეთ და გამოუშვა ის ადამიანი შეიწყალა ვინც ამას აკეთებდა ხო აი ეგ როგორი მიდის ახლა ეს ფორმულირება ერთმანეთთან შესაბამისობაში როგორ არის კი ნუ ახლა ეს მისია უკან ტრამპს და გაიქცა და მისი ხელისუფლების ის არის პროკურორის განცხადება ეს ნუ ამ სალომე ზურაბიშვილს აქვს ეს მისია ანუ deep state-ის ხალი არის სარკოზის აი ნომრიანი აგენტი რო იტყვიან ყორმოჭრილი მონა და რატო არ ართმევენ ამ ხალხს მოქალაქეობას და რატო არ უკეთებენ დეპორტს იმიტომ რომ ნუ მავნებლური საქმიანობის მეტი არაფერს არ ეწევა რა უნდა აქ რო არის აღარ არის პრეზიდენტი და ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ არ არის პრეზიდენტი გინდა თუ არა ვარო და ახლა ლეგიტიმური რანაირად არის ჯერჯერობით საქართველოს რეზიდენტია ახლა პასპორტია ქართული არავის არაურჩევია და ამთავრა ვადა და დასრულდა ეს და ახლა იძახებს მე რომ ვიძახო რომ ვარ ახლა ჩინეთის პრინცესა ვიქნები ძალიან რომ მინდოდეს ხო ნუ მას აქვს მისია ის ასრულებს ახლა ამ მისიას თუნდაც იმით რომ დგას იქ ვილნიუსში ლიეტუვის სეიმზე იმ პიუპიტრთან უკან კიდია ამ ლიეტუვის დროშა ეს ჰალსტუხიანი პეპელა თუ რა ვიცი რა დავარქვა ამ რატომღაც ამ ბალტიისპირელ მამაკაცებს მოწონთეს ეს პეპლები ჰალსტუხის ნაცვლად უკან დგანან ასეთები და ის ამ სიტყვებით რა ვიცი რას აღარ ამბობს ნუ ყოველ შემთხვევაში ახლა 37 წელიც მოიხსენია ნუ რეპრესიებიაო საქართველოსიო და ახლა არის ეს თუ ევროპა არ ჩაერია საქართველოს მიექანება რუსული ორბიტისკენო ახლა ყველაფერს აკეთებენ რომ რუსეთის ხახაში ჩავარდეს ისევ დაახლოებით ხა არ მინდა შემეშალოს ზუსტი ციტირება მოსახურების არიდან და საერთოდ დაკარგა ზნეობაც მორალიც ინდისის და მაგრამ შემთხვევითი არ არის რომ ბალტიის ქვეყნებში იმყოფება და არა თუნდაც იგივე აი თქვენს მიერ ნახსენებს საფრანგეთში ან იქ სადღაც ელისეს მინდვრებში ჯერეთი ფრანგები მაგას არ მისცემენ მაგის ნება. ბალტიის ქვეყნებისთვის არის ყველაზე პრობლემატური დღეს რუსეთი, იმიტომ რომ იქ რამე არ მოხდეს, ჩვენსკენ უნდათ გადმოქაჩონ ეს და აი ამ deep state-ის ასპარეზია სწორედ რუსეთის მოსაზღვრე ბალტიის ქვეყნები, რადგან ამ deep state-შიც გამადიდებელი შუშა აქვთ ეს ლუპა ეგრეთ წოდებული და უყურებენ რომ ძალიან პატარა ქვეყნებია, როგორც რწყილები რუკაზე. გეოგრაფიულ რუკაზე და ერთი ფსკოვის სატანკო დივიზიას ერთი გალაშქრება უნდა და უკვე ის ტანკისტები გარეცხავენ პარტიანკებს იქ სადღაც კლაიპედაში.
ვიდრე ნატოს კომიტეტი შეიკრიბება და 24 საათის მერე ჯერ რაღაც დასკვნას გამოიტანს უპასუხოს თუ არა რუსეთს. რომ ნატომ ყურები შეიბერტყოს ძალიან ახლა მაგის გამო, როდესაც ომი აქვს შესაწყვეტი და პუტინის განაწყენება სავარაუდოდ არ არწყობს ახლა მას. იმიტომ რომ მის გარეშე და ის კიდე არ გაჩერდება თუ არ მიიღებს იმას, რაც ჭირდება, ხო? ანუ ესენი რომ შეთანხმდებიან და გაყოფენ შუაზე, რაც გასაყოფი აქვთ და უკვე მიდის ამაზე ლაპარაკი, აი მე ვფიქრობ, რომ მე დაალაგდება. დიდი მადლობა ქალბატონო ბაია ეთერში სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ბაია ამაშუკელი. ჩვენ შევხვდებით ხვალ ტრადიციულად 19 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. დიდი მადლობა.